მოგესალმებით. მე ეზოთერიკოსი ვარ, მხატია ძნელაძე. ეზოთერიკა ზოგადად მოიცავს მრავალმხრივ განზომილებიან მონაცემებს, მაგრამ მე ამათგან ვატარებ ტაროლოგიის მიმართულებით კონსულტაციებს, ნუმეროლოგიის მიმართულებით, ბედის მატრიცის მიმართულებით და ასტროლოგიური მიმართულებით. ამ ვიდეოთ მე აგიხსნით, რას მოიცავს ზოგადად თითოეული მათგანი და რა მიმართულებით და როგორ მუშაობ მე პირადად ჩემს კონსულტაციებზე. დავიწყოთ ტაროლოგიით. ტარო არის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა. ძალიან ბევრ ადამიანს ეშტება მარჩიელობაში, მაგრამ ეს მარჩიელობა არ არის, ეს არის ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, რომელიც ხედავს მაქსიმუმ 1 წელიწადს და მინიმუმ ჩვენს წარსულს. შესაბამისად, სიტუაციური მდგომარეობებიდან გამომდინარე, რაც თქვენ გაინტერესებთ. ყოველდღიური მიდგომები, თქვენი შეკითხვები ტაროსთან, რაც გაქვთ კონკრეტული მოცემულობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ რომ ტაროს დაუსვათ შეკითხვა ჩემთან კონსულტაციაზე. და აქედან გამომდინარე მიიღოთ პასუხები, რაც თქვენ გაინტერესებთ. კონსულტაცია მიმდინარეობს 1 საათის განმავლობაში, შეგვიძლია რომ უფრო მეტ ხანსაც გავაგრძელოთ კონსულტაცია, ამის პრობლემა არ არსებობს ჩემთან, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები რომ 2 საათნახევარი და 3 საათის გაგრძელებულა ჩემი კონსულტაცია და ჩემთან ვიზიტი, რადგან ადამიანს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და შესაბამისად ეს პრობლემები იყო აღმოსაფრთხო და ამ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ვსაუბრობდით. რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს. შეკითხვები მიმდინარეობს და მდგომარეობს თქვენი ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ კითხვა დასვა თქვენივე კონტექსტიდან გამომდინარე, როგორც გაგიხარდებათ, როგორც გსურთ. შეკითხვა, როგორც თქვენ გაგიხარდებოდათ შეკითხვა, იმიტომ რომ ბევრჯერ ისმის კონსულტაციაზე შეკითხვა, როგორ დავსვა ხატია შეკითხვა. შეკითხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმულირებით დასვათ. ზოგჯერ აქვთ ადამიანებს მოლოდინი რომ მთელ ცხოვრებას ხედავს ტარო, მაგრამ ეს ასე არ არის და როგორც აღვნიშნე, ტარო მხოლოდ 1 წელიწადს ხედავს ისიც მაქსიმუმ. რაც შეეხება ასტროლოგიას. ასტროლოგიური მიმართულებით, ზოგადად ასტროლოგია ჩვენი პირადი ნატალური რუკა რას ნიშნავს? ჩვენ ადამიანები, როდესაც ვიბადებით, ჩვენი თანავარსკვლავედის მიხედვით, რომელ საათზეც ვიბადებით, რომელ ქალაქშიც ვიბადებით, რომელ სიტუაციაშიც ვიბადებით, საათის ზუსტი მნიშვნელობით ვიგებთ როგორ მომენტში, რა მომენტში, რა არის ჩვენ ძირითადი ასპექტი ამ სამყაროში, რისთვის მოვლენილ ცხოვრებაში, რისთვის რა ვალდებულებები გვაქვს, რა კარმული გაკვეთილები უნდა გავიაროთ, როგორ გადავლახოთ ეს კარმული გაკვეთილები და ჩვენი შესაბამისი ენერგიები სწორად განსაზღვროთ, რადგან წარმატება, რომელიც მოსასვლელია, ძალიან მალე მოვიდეს, რადგან ჩვენ გამოვასწოროთ ჩვენი მდგომარეობები. ასევე სინასტრია არის პარტნიორული შეთავსება, სადაც შეგვიძლია გავარკვიოთ პარტნიორთან როგორი კომუნიკაცია უნდა გამოვასწოროთ, როგორი მომავალი გექნება, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას პოტენციალი და ასე შემდეგ. ამიტომაც ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიურობის სამართავად და უბრალოდ ჩვენ თავთან ჩასახედად და ჩასაღრმავებლად. ასტროლოგია არის ჩვენს თავთან, ჩვენს მესთან დასაბრუნებლად, როდესაც გარემო სამყაროსგან მოწებებული სურვილები, ემოციები, მდგომარეობები განსაზღვროთ და სწორი მიმართულებები მივცეთ ამ ყველაფერს. ესეც 1 საათიანი კონსულტაცია, თუმცა აქაც განმეორდები, თუ კონსულტაცია და კონკრეტული ადამიანი უფრო მეტ ხანს მოითხოვს მუშაობას, მე აუცილებლად უფრო მეტ ხანსაც ვრჩები კონსულტაციაზე. შემდეგი რას ნიშნავს ნუმეროლოგია? ნუმეროლოგია ჩვენი დაბადების რიცხვების მიხედვით შედგენილი მდგომარეობა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ ჩვენი სიტუაცია, ჩვენი ბედის მატრიცა იგივე, ოღონდ ბედის მატრიცა კიდევ უფრო სხვა არის, ჩვენი ბედის მონაცემები, ჩვენი აღჭურვილობა, ემოციები, სიტუაციები, როგორ ასპექტში, რომელ სამსახურში, რომელ მოცემულობაში, როდის შეგვიძლია რომ განვითარდეთ, რამდენი წელი შეგვიძლია რომ ვიცხოვროთ, რამდენი რაღაცა სიტუაცია შეგვიძლია მივიზიდოთ, რამდენი ფინანსური ნაკადი შეიძლება მოდიოდეს ჩვენ ცხოვრებაში და ეს ენერგიებიც სწორად ვაპროვოციროთ ჩვენს მდგომარეობაში. ამიტომაც ეს გვეხმარება ნუმეროლოგია იმაში, რომ გავარკვიოთ ჩვენი ბედის მატრიცა, მაგრამ ბედის მატრიცა კიდევ უფრო სხვა არის, მაგას შემდეგ მოცემულობაში აგიხსნით, მაგრამ ახლა უბრალოდ ნუმეროლოგიას რომ დავუბრუნდეთ, ესეც 1 საათიანი კონსულტაცია და შესაბამისად ამ კონსულტაციაზე ზარკვევთ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ასპექტებს, რომელიც გაქვთ გამოსასწორებელი, აღმოსაფრთხო და რაღაცნაირად კონკრეტული მიმართულება და კითხვები თქვენს პასუხებზე, რომელიც გაინტერესებდათ და რამდენი ფინანსების გამომუშავება შეგიძლიათ და ასე შემდეგ. ბედის მატრიცა
რომლითაც იგივე ნუმეროლოგიის მიხედვით აღნიშნული ბედის მოცემულობა, უბრალოდ აქ უფრო მეტად სრულმანად ჩაშლილია მდგომარეობა, აქ უფრო მეტად არის დეტალურად აღბეჭდილი ჩვენი მოცემულობები, თუ როგორი სახის პარტნიორს ვიზიდავთ, რა არის ჩვენი კარმული გაკვეთილები, ეს ყველაფერი როგორც გაიგეთ არის ერთმანეთზე მიჯაჭვული, ტაროც, ბედის მატრიცას, ნუმეროლოგიას მიჯაჭვული რა, უბრალოდ ერთმანეთთან უკავშირში და შესაბამისად ეს მოცემულობა ქმნის იმ ფასს, რომ ჩვენ აი ყველა კონსულტაციიდან თქვენ აუცილებლად გაიგებთ თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან სისტემას, თქვენ გაიგებთ თქვენი ფინანსური ნაკადის სწორ ფორმულირებას და სწორად მართვას, ასევე კონსულტაციაზე ისწავლით იმ მოცემულობას, რა გიშლით ხელთ ყოველდღიურობაში, არის თუ არა საგვარეულო და რაღაცა გადმონაშთი, რომელიც უნდა გამოასწოროთ ბედის მატრიცის მიხედვით, ან უბრალოდ თქვენ დაბინძურებული ვალდებულებებიდან და კარმული მდგომარეობებიდან გამომდინარე, როგორ გამოასწოროთ თქვენი მდგომარეობა და შესაბამის მოვალეობაში, მდგომარეობაში სისტემურად სწორად განალაგოთ თქვენს მოცემულობაში. ეს ერთსაათიანი კონსულტაცია არის. ჩემთან კონსულტაცია ზოგადად ხდება ვიდეო ზარის მეშვეობით. ჩვენ წინასწარ ვჯავშნით კონსულტაციის და შემდეგ უკვე დათქმულ თარიღში, როდესაც კონსულტაცია არის და გვაქვს, აი ამის მიხედვით უკვე შეგვიძლია რომ ჩავატაროთ ვიზიტი, განვახორციელოთ ეს თქვენი შეკითხვებიდან გამომდინარე რაღაცა მდგომარეობები და ყველაზე სწორი არის ის, რომ თქვენ რამდენად როგორ იქნებით მზად კონსულტაციისთვის. აუცილებლად კონსულტაციაზე მოსვლის წინ და მდგომარეობრივად, აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ მზად პასუხებისთვის, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოთ, შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ მზაობა უნდა გქონდეთ კონსულტაციაზე მოსვლის წინ. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის, იმისთვის რომ მოდიხართ ჩემთან კონსულტაციაზე და იმისთვის რომ უბრალოდ მობრძანდებით ჩემთან კონსულტაციაზე. მადლობა ყურადღებისთვის. მე კი გელოდებით ჩემთან ვიზიტზე და ამის დეტალური აღწერილობა ისევ ამ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ. მადლობა.